ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. სტრატეგიულ ბაზარზე ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით სააგენტომ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ 1 ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 ამერიკული დოლარის ფარგლებში მერყეობს. ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეხება ქართული ღვინის პოპულარიზაციას გლობალურ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს შერჩეული სტრატეგიული ქვეყნები, სტრატეგიული ბაზრები, რომლებიც გამოირჩევიან ღვინის მოხმარებით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად მზარდია ამ ქვეყნებში ქართული ღვინის მოხმარებაც. ესენია ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა. ჩვენ წელსაც უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულებები აღნიშნულ ქვეყნებში, სადაც გვეყოლება ყველგან ის მარკეტინგული კომპანია, რომელიც სწორედ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე იმუშავებს, მათ შორის მინდა აღვნიშნო უკვე მესამე წელი თანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლანჯელო და პარტნიორთან, რომელიც გამორჩეულია მეღვინეობის დარგში და ღვინის მარკეტინგში. ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რა თქმა უნდა, მათ შორის პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გვაქვს რამოდენიმე სიურპრიზი, როდესაც წლის განმავლობაში ძალიან ცნობილ საკომუნიკაციო არხებზე იქნება სპეციალური სიუჟეტები და სპეციალური გადაცემები მიძღვნილი ქართული ღვინისადმი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მე ვფიქრობ, რომ ღვინისთვის, ქართული ღვინისთვის და მაღალი ხარისხის ღვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ღვინოს ყიდით tri-state area-ში, ანუ ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, კონექტიკუტი 2019 წლიდან და ეხლა უკვე ვაპირებთ, რომ სხვა შტატებშიც გადავიდეთ. ძალიან კარგი ბაზარია ყველა ქართული ღვინის კომპანიისთვის და ჩვენი სეგმენტი თვითონ ქართული ღვინის ძალიან ცოტა ათვისებული და ძალიან დიდი პოტენციალია 50-ვე შტატში, ძალიან უდიდესი პოტენციალია. განსაკუთრებით ეხლა ტარიფებთან მიმართებაში ქართულ ღვინის ტარიფები არ ეწევა, სხვა ღვინის ტარიფები შეიძლება რომ აიწიოს, არის ამაზე ლაპარაკი და ეს არის განსაკუთრებით საუკეთესო დრო. ევროპის ბაზარსაც შეეხება ჩვენ ვართ, მაგრამ მაინც ჩვენთვის და ბევრი სხვა კომპანიისთვის ამერიკის ბაზარი რჩება პირველი პრიორიტეტი. რაოდენობით მნიშვნელოვანი არის საექსპორტო ბაზების დივერსიფიკაცია ქართული ღვინის წარმოებელი კომპანიებისთვის არაერთხელ თქმულა. მნიშვნელოვანი არის შედეგი, რაც არის სტაბილურობა და რისკების შემცირება. ჩვენი კომპანია უკვე დიდი ხანია ოპერირებს აზიისა და ევროპის ბაზრებზე და დავიწყეთ ფიქრი თუ როგორ გავზარდოთ გაყიდვები შეერთებულ შტატებში. ამ ნაწილში აქტიურად ჩართული იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია შეერთებულ შტატებში, რომელიც წლის განმავლობაში გეგმავს სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებს და თავისთავად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას არსებულ ბაზარს.